მე გახლავართ დათო გოგიშვილი, მე გახლავართ ასევე მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის წევრი, ასევე გეოგრაფი ლოზანის უნივერსიტეტიდან. მე მიერთდებიან დღეს ჩემი კოლეგები, თამარ ქებურია, რომელიც ამ სწრაფში არის, ასევე ისტორიკოსი ლაიბნიცის at the Leibniz Institute for East and Southeast European Studies in Germany. It was Tamar who came up with the name of the series and we developed the concept together. ესე გახდათ ვინც მოიფიქრა სახელი ჩვენი სერიის, იქნება ასევე ყურად მოდერაციის ჩვენთან ერთად გაკეთებს, ასევე მომდევნო შეხვედრებზე და ასევე მინდა ყოველთვის ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. 100-მდე რეგისტრაცია მივიღეთ. ზოგიერთი ადამიანი უსმენს Facebook-ზე, ასევე იწერება ჩვენი შეხვედრა და ასევე ნაწილი იქნება გაზიარებული სხვადასხვა სოციალური მედიის სხვადასხვა არხებზე. ასევე ვებინარის ფორმატს არ ვიყენებთ, რამდენიმე ორგანიზაციული საკითხი, არამედ ახსოვთ Zoom-ის ფორმატი, უფრო ისე დემოკრატიული ფორმატი ავირჩიეთ, რომ თავიდან აგვერიდებინა ასევე ესეთი სხვადასხვა ქართულები ორგანიზაციული, ასევე სკრინები გთხოვთ, რომ არ ქონდეთ იმისათვის, რომ დავიცვათ ადამიანების სხვადასხვა, ასე ვთქვათ, უფლებები, ასევე შეგიძლიათ დასვათ კომენტარებში კითხვები, წავიკითხავთ კითხვა-პასუხის რეჟიმის დროს და ვინც პირველად გვიერთდება, ან ვისაც არ გაუგია სოციალური დემოკრატიის მოძრაობის შესახებ, ეს გახლავთ მემარცხენე პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დაიბადა საქართველოში. კონსოლიდირებული სამწუხაროდ კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის წინააღმდეგობის პროცესში. დავიწყეთ თებერვალში 2025 წლის. ჩვენ ვაერთიანებთ მოქალაქეებს, რომლებიც იბრძვიან სამართლიანი ეკონომიკური სისტემისა და დემოკრატიისთვის, რომელიც სოციალურ კეთილდღეობას, გარემოს დაცვით, სამართლიანობას და საზოგადოებრივ ინტერესებს, კერძო საკითხებს უქვემდებარებს, ასე ვთქვათ, და ინტერესებს. ვსაუბრობთ ჩვენ ავტორიტარიზმზე, დემოკრატიის უკუსვლაზე, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად. და ეს არ შეიძლება იყოს არ არის იზოლირებული პროცესი, რადგან ჩვენს რეგიონში ძალაუფლებისა და ექსპლუატაციის მსგავსი ნიმუშების გამოვლენას ვხედავთ. ჩვენი წინააღმდეგობა ეს არის, რა თქმა უნდა, როგორც ჩვენი, ასე ვთქვათ, დაუყოვნებლივი გადარჩენის სტრატეგიასთან არის ეს ყველაფერი კავშირში. აღმოსავლეთ ევროპას და გლობალურ დონეზე მოძრაობების გრძელვადიან ხედვასთან დაგვეკავშირებინა ეს ყველაფერი. და რა თქმა უნდა, უკეთესი ადგილი არ არსებობს ამ საუბრის დასაწყებად, ვიდრე ჩვენს გარშემო რაც ხდება, რა თქმა უნდა, რასაც ვხედავთ. და ჩვენ ამას ვეწოდებთ, ვისი ქალაქია ეს, ანუ ამ დისკუსიას, ვისი ქალაქია ეს ავტორიტარული ურბანიზმის გლობალური სახელმძღვანელოს ასე ვთქვათ, ხილება. და ჩვენ ვიკრიბებით, რადგან თბილისი ისევე როგორც შავი ზღვის სანაპირო, გონიოს სანაპირო ზოლი, ეს გახლავთ კრიტიკული საკითხი, როგორც ბევრმა თქვენგანმა იცის სიახლეები საქართველოს მთავრობამ 8.5 მილიონიანი კვადრატული მეტრი სახელმწიფო მიწის გადაცემა Eagle Hills-ისთვის, ასე ვთქვათ, კონფიდენციალური, ამბობს, რომ ეს არის კონფიდენციალური კომერციული საიდუმლოება, არა საჯაროებს ამ ყველაფერს გამჭვირვალედ შესაბამისად ეს, რომ ეს არის მაგალითად 2.5-ჯერ მეტი ვიდრე ცენტრალური პარკი და 4-ჯერ დიდი ვიდრე მონაკო, ასე რომ ეს ყველაფერი გახლავთ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მასშტაბის და ეს საქართველოს შემთხვევა არ არის უნიკალური შემთხვევა. ჩვენ რა თქმა უნდა გლობალურად ვხედავთ ამ საკითხებს, რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არ არის ლოკალური ანომალია, არამედ ეს არის გლობალური მიმდინარე პროცესები, ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა ესეთ პროექტებს, რომლებიც ავტორიტარულ პრაქტიკებს ეყრდნობა და მოდელი, რომელიც გლობალურად გამოიყენება, თუმცა ჩვენს რეგიონში უფრო და უფრო ვრცელდება, ასევე როგორც სამხრეთ კავკასიაში, ასევე უფრო ფართოდ და ჩვენ როდესაც ვაანალიზებთ ამ Eagle Hills და ზოგადად მათ გარიგებებს თელ მსოფლიოში, ჩვენ ვხედავთ ზუსტ ეკონომიკურ მექანიზმს, რომელიც ეს არ არის მხოლოდ ესეთი კორუფცია ბუნდოვანი გაგებით, ეს არის ღირებულების მოპოვების დახვეწილი მეთოდი და ჩვენ ამ კონტექსტში ასევე ვუყურებთ ბელგრადის შემთხვევას, როგორც ერთ-ერთ გაფრთხილებას
იქაც ესეთი ერთობლივი საწარმოს ვენჩურული მოდელი სასწაულს გვპირდებოდა, მაგრამ უმნიშვნელო სახელმწიფო შემოსავლებს და ქალაქის ცენტრის დაკავებას ნიშნავდა სინამდვილეში 10 წლის შემდეგ ინსტიტუტები და დაცარიელებულია პროექტი კვლავ მიმდინარეობს. ფულის გათეთრების საშუალებას წარმოადგენს ეს პროექტი და კრიტიკული ასპექტი არის სწორედ ეს საკითხები, რომლებზეც დღეს ვისაუბრებთ, იგივე სცენარით მიმდინარეობს ასევე ზაგრებში და ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები გახლავთ. ჩვენ ასევე უნდა ვისაუბროთ კონკრეტულად საქართველოს კონტექსტზე, სადაც But what's worrying there that this space is largely taken by the far right voices who are claiming one of the kind of main spots. ასევე გვაქვს რა თქმა უნდა ვსაუბრობთ ულტრამემარჯვენეებზე, რომელიც არის მთავარი კრიტიკული საკითხი. ასე ვთქვათ, ულტრამემარჯვენე ჯგუფებისთვის ძალიან კრიტიკულ საკითხად იქცა და მთავრობა იყენებს ამ შესაძლებლობას იმისთვის, რომ იგნორირება გაუკეთოს რეალურ საკითხებს და ამას მივყავართ დღევანდელი დღის სესიამდე, იმისათვის, რომ ჩვენ გავარღვევოთ ეს იზოლაცია, ერთი მხრივ ულტრამემარჯვენე, მეორე მხრივ ეს კონფიდენციალურობა, რასაც მთავრობა მიმართავს ამ პროექტთან დაკავშირებით, პროცესები ბელგრადში, პროცესები ზაგრებში და ეს ყველაფერი რაც უკავშირდება თბილისში პროცესებს, ასევე მინდა წარვადგინოს სპიკერები და შემდგომ გადავცე სიტყვა ივას. ივა ჩუკიჩი გახლავთ ჩვენთან ერთად, არქიტექტორი და ქალაქ ამგეგმარებელი, სივრცის სამინისტრო, ასევე ბელგრადიდან, ორგანიზაცია ასევე რომელიც ადვოკატირებას თუ საჯარო ინტერესებს ეწოდება მის ორგანიზაციას. შემდეგი გამომცვლელი გახლავთ ნანო ზაზანაშვილი, ურბანისტი, მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის თბილისი. ნანოს აქვს ძალიან ისეთი ინფორმაცია, კარგად არის ჩახედული მსგავს საკითხებში. პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასევე მაურო სოროტნაკი, არქიტექტორი და მკვლევარი, პროვონა გრადი და ასევე აქტიური სხვადასხვა მოძრაობაში და სირცული დაგეგმარების ქალაქის საკრებულოს დეპარტამენტის წარმომადგენელი, თეატრო და არქიტექტორი და ქალაქმგეგმარებელი, პროსტოი პროსტერის დამაარსებელი, ზაგრები და ასევე აქტიური მოქალაქე სხვადასხვა ორგანიზაციის საქმიანობაში, რომელიც არის ჩართული სხვადასხვა აქტივობაში, იქნება ეს თანამშრომლობა, დაგეგმვა, სივრცეების, ქალაქის სივრცეების დაგეგმვა და ჩვენი ფორმატი იქნება შემდეგნაირი, თითოეული სპიკერი თბილისიდან და ბელგრადიდან შემოგვერთდება, ისინი იქნებიან ძალიან ჩართული აქტიურად სხვადასხვა დისკუსიაში, ზაგრების შემთხვევაზეც ვისაუბრებთ და გთხოვთ, რომ დასვათ ინდივიდუალური პრეზენტაციების და საუბრის შემდეგ შეგიძლიათ დაუსვათ კითხვები მათ, გვექნება ასევე კითხვა-პასუხის რეჟიმი. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც დღეს ჩვენთან ერთად არის, შეგიძლიათ გააზიაროთ ეკრანი. გავაზიარებ, იმიტომ რომ მარტივია რომ მივდიოთ რიცხვებს და დეტალებს, რომ კარგად გავიგოთ. სამწუხაროდ ცუდად მესმის ქალბატონი ივას ხმა. ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ეს პროექტი 2013 წელს. No, maybe I can put like this. Is it better? Okay. No worries, no worries. You're welcome. So yeah, we are at the beginning. We are extremely exposed to
to all the elements of authoritarian ყველა ელემენტთან urbanism, ავტორიტარიზმის such as large-scale mega projects, ავტორიტარული legal ურბანიზმის procedures, საკითხებთან და ეს ვთქვათ მოწყვლადი space ვიყავით which თავიდანვე. produces spectacle of power, იმიტომ რომ სივრცე გამოიყენება როგორც წესი ძალაუფლებისთვის, სხვადასხვა ელემენტისთვის, strategic partners, strategic projects, სტრატეგიული პროექტები და რაღაც ეროვნული ინტერესის და ასე შემდეგ ასეთ ტერმინებს იყენებენ ხოლმე. თუმცა აქ არის ხოლმე საუბარი სამწუხაროდ ისეთ პროექტებზე, რომლებიც ასევე სხვა მსგავს პროექტებს, მაგალითად Expo 2027, რომლის წინააღმდეგაც ვიბრძვით და გრან-ჰოტელი ასევე სასტუმრო ქალაქის ცენტრში, ბელგრადის ცენტრში. მაგრამ რა დავიწყოთ დადებითი საკითხით, ჩვენს შემთხვევაში ვისთანაც ვაზიარებთ ხოლმე, როგორც წესი აჩერებენ ხოლმე ასეთ პროექტს, ჩვენი кейსის და ჩვენი გამოცდილების გაზიარების შემდგომ, იმედი მაქვს, რომ თქვენც გამოგადგებათ ჩვენი გამოცდილება. Belgrade Waterfront-ი ეს პროექტი იყო 2012 წელს შემოთავაზებული, ეს არის ჩვენი მდინარე და ხედავთ, თქვათ, ეს არის სანაპიროები და ასე გამოიყურება დღეს. შეიძლება იფიქროთ, რომ ეს არის რენდერი და ეს არის მაკეტი, სინამდვილეში ეს არის ნამდვილი ფოტო და ასე გამოიყურება ახლა. თუმცა მნიშვნელოვანია რომ აღვნიშნო, რომ სხვადასხვა აქტორი, სხვადასხვა მხარეები იყვნენ აქ ჩართული ამ პროექტში. ეს დაიწყო რუდოლფ ჯულიანის მიერ, რომელიც გახლდათ ნიუ-იორკის მერი, ასევე რაღაც მომენტში პრემიერ-მინისტრი, ახლა პრეზიდენტი და ასე შემდეგ, ანუ ეს ის გვერდით, ვიჭიჭი რომელსაც ხედავთ და ამ ვიზიტის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გადაწყვეტა გაერთიანებულ სამეფოებში, არაბთა სამეფოებში ჩასვლა და შემდგომ მან თქვა, რომ ის გადასცემს 3.4 მილიარდ ევროს იმისთვის, რომ განვითარებულიყო ეს პროექტი და რაც წარმოგვიდგინეს საჯარო სივრცეებს, ეს გახლდათ ეს ძალიან დიდი განვითარება, რომელიც იყო 2 მილიონი კვადრატული მეტრი, სხვადასხვა ოფისი, ასევე საცხოვრებელი სივრცეები, ყველაზე მაღალი შენობა ამ ნაწილში ევროპის, ყველაზე დიდი საყიდლების მოლი, ანუ შოპინგ მოლი და ეს დაასახელეს, რომ ეს იყო ეროვნული მნიშვნელობის პროექტი, თუმცა არ აუხსნიათ რატომ ეს იყო რაღაც კრიტერიუმებით არ იყო უბრალოდ კანონით განსაზღვრული კრიტერიუმების ფარგლებში, თქვენს რომ უნდა დამთავრებულიყო 4 წელიწადში და სხვადასხვა სივრცეში უნდა განვითარებულიყო, ასე რომ დაიწყო ასეთი პრომოციული და სარეკლამო სხვადასხვა აქტივობები, რეკლამები და ასე შემდეგ. ეს შენობა იყო გადაცემული ინვესტორისთვის, რომ წარმოდგენილი ყოფილიყარედგინათ პროექტი და ეს იყო საუბარი აქ ესთეტიკაზე და პროგრესის იმიჯი იყო გამოყენებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ღარიბი ქვეყნიდან ხარ, ეს ძალიან მარტივად ახდენს გავლენას. თითოეული სივრცე იყო გამოყენებული ქალაქში, რომ რეკლამა გაეკეთებინათ ამ პროექტისთვის, ეს იყო სხვადასხვა ტრანსპორტი და ასე შემდეგ. შემდგომ თითქმის 2 წელის შემდეგ ეს გამოქვეყნდა და იყო ხელმისაწვდომი, თუმცა რომ გვენახა როგორ გახდა ეს ყველაფერი შესაძლებელი, პირველ რიგში ეს ორმხრივი შეთანხმება გაერთიანებულ არაბთა საემიროებს შორის და სერბეთს შორის იყო ინგლისურ ენაზე ხელმისაწვდომი. ძალიან დეტალურად წარმოდგენილი პრივატიზაციის საკითხები, აეროპორტისა და საჰაერო-მიმოსვლასთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით მიწები და ასევე მესამე გახლდათ უძრავი ქონება ქალაქის ცენტრში. ამის ძირითად მიმართულებებს მოიცავდა. შემდგომ მთავრობამ ორმხრივ
შეთანხმებაზე დაფუძნებით გადაწყვეტა, რომ შეეცვალა კანონმდებლობა და ზოგადი გეგმა იმისათვის, რომ მორგებოდა ეს ყველაფერი ამ პროექტს, თუმცა ეს სწრაფად ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ 10 წლის წინ ჯერ კიდევ იყო რაღაც გარკვეული ავტონომია ინსტიტუტების, რაც ახლა აღარ არსებობს საერთოდ ეს ავტონომია ამ ინსტიტუტების, შესაბამისად შეიქმნა ახალი მექანიზმი, სპეციალური სივრცული გეგმა ბელგრადის წყლების, რომელიც იყო მთავრობის მიერ გამოქვეყნებული და არა პარლამენტის მიერ, რაც ძალიან სწრაფად უზრუნველყოფს ყველაფერს. ეს იყო სპეციალური კანონმდებლობა მიღებული, რომელიც არის ამ ტერიტორიაზე მიმართული და ასევე კონტრაქტი იქნა ხელმოწერილი. კონტრაქტი ხელშეკრულება ასევე ხელმისაწვდომი გახლავთ მთავრობის ვებგვერდზე, ვისაც აინტერესებს, რომ იხილოს ინგლისური ვერსიას აქვს დაახლოებით 300 გვერდი, ხოლო სერბულ ენაზე ეს არის მხოლოდ 70 გვერდი, რაც ასევე ბევრ რამეზე მეტყველებს. და ჩვენ თქვენ ხედავთ 20 მილიონი ევრომდე და არა დაპირებული 3.4 მილიარდი euро და ასევე თქვენ აქ ხედავთ დაახლოებით ხარჯს, რომელიც იყო 2 მილიარდი euро, თუმცა რეალურად არ ვიცით, იმიტომ რომ ეს ნაწილი ჯერ ისევ საიდუმლოება კონფიდენციალური გახლავთ და შემდგომ იყო ასევე კრედიტები და სესხები სერბეთის მთავრობის მიმართ და ამ ინვესტორს აქვს 68% ამისი და სერბეთის მთავრობას 32% და პირველი შეფასება იქნება 25 წელიწადში, რაც ნიშნავს 2045 წელს და ამ ეტაპზე ჩვენ შევძლებთ, რომ გარკვეული კითხვები დავსვათ ამის გარშემო. თქვენ აქ ხედავთ, ეს კანონმდებლობა ყველა შემთხვევაში არ მუშაობდა, იყო აქ გარკვეული კერძო საკუთრება და არ უნდათ ადამიანებს თავიანთი საკუთრების გაყიდვა, თუმცა მთავრობამ გადაწყვეტა, რომ გვიან ღამით დაინგრია ეს გარკვეული ტერიტორიები, გარკვეული შენობები და ნაგებობები და როგორც ხედავთ ფოტოებზე და იყვნენ სხვადასხვა ოფიციალური პირები ჩართული ამ საკითხებში და ეს ყველა ადამიანი გახდნენ მინისტრები, ის ერთ-ერთი ადამიანი პირდაპირ იყო ჩართული ამ საკითხებში ნოვი-ზადში იმ ტრაგედიაში, როდესაც დაიღუპა ნოვი-ზადში მეტი ადამიანი და აქ იყო ასევე დიდი პროტესტები, 30,000-მდე ადამიანი იყო ქუჩაში გამოსული, რომ გაჩვენოთ უკანასკნელი მონაცემები Belgrade Waterfront-ის პროექტთან დაკავშირებით, ეს გახლავთ ანგარიში. 100 კვადრატული მეტრის, გახლავთ 11,475 евро 1 კვადრატული მეტრი. და შემოსავალი ამ ეტაპზე იყო 650 евро ყოველთვიურში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, უმრავლესობისთვის ეს იყო სრულიად არანაირად არ იყო ხელმისაწვდომი და ჩვენ აქ ხედავთ, რომ სხვადასხვა ბილბორდი იყო ჩართული, სხვადასხვა ბილბორდი, რომელიც რეკლამებს ეწეოდა და მონაცემები კლიმატოლოგიის ფაკულტეტი გვაჩვენებს ასევე ამ სხვადასხვა გარემოს დაცვით საკითხებს. It also showed that this project, the company, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პროექტი კომპანია ფლობს ვალი ქალაქის მიმართ 100 მილიონი евро, რომელიც ეს ხელმისაწვდომი გახლავთ ონლაინ და 2024 Forbes-ის მიხედვით 2024 წლის ნოემბრამდე 126 მილიონ евро მართებს ქალაქის. ასე რომ ეს ეკონომიკური მოდელი არ გახლავთ, რომლისგანაც მოქალაქეები რაიმე სარგებელს მიიღებენ, არამედ სრულიად საპირისპირო ხდება. მოდელი, რა თქმა უნდა, ოპერირებს
ყველაფერი კარგად მათთვის, ვისაც აქვს ვინც არის ნაწილი პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტის დამატებული 300 აკრე სადაც თქვენ ხედავთ აი დამატებულ აქ კიდევ ფართობს And this is that I mentioned this regulated deregulation by changing the laws constantly, so they introduce the national importance, the government მუდმივად იცვლება კანონმდებლობა იმის მიხედვით თუ როგორც აწყობს ამ პროექტს special plan that is now ეს განსაკუთრებული გეგმა რომელიც არის თქმა ლეგალიზებული უკვე მოხდა მისი ლეგალიზება კანონმდებლობის მიერ. Თქვენ ასევე ხედავთ აქ რომ ჩვენ სამთრათ მომდა კითხობს ურბანული დაგეგმარების half of us stayed in the Ministry of Space and we now work with more than 100 initiatives. სხვადასხვა ფოტოს აქვს, ზოგადად ჩვენ მუშაობთ სხვადასხვა ინიციატივაზე ბელგრადში. იმისთვის რომ შევაჩეროთ არასასურველი ურბანული მიმართულებები, შემდგომ მოძრაობამ გადაწყვეტა რომ წასულიყო პოლიტიკაში და არის გვაქვს პარტია, რომელიც არის მემარცხენე მწვანე ფრონტი და on the city level as well and this is ქალაქის დონეზეც ვარ წარმოდგენილი და ეს არის გზა რომელსაც მივყავით რომ გვებრძოლა გაგვაგრძელებინა ჩვენი ბრძოლა რაც გზადაც დავინახეთ ეს იყო ჩემი მხრიდან ამ ეტაპზე არ მინდა რომ ბევრი დრო წაგართვათ იმიტომ რომ შემდგომ შეგვიძლია კიდევ განვიხილოთ უფრო მეტად დეტალებში დიდი მადლობა ივა დიდი მადლობა ამ ძალიან საინტერესო და კომპაქტური პრეზენტაციისთვის. მე მგონი ძალიან ბევრ რამეს განმარტავს, ბევრ რამეს გვაჩვენებს და ვხვდებით როგორია ეს პროექტი და მეტად, ასე ვთქვათ, ნათელს ფენს ასევე რა გეგმები შეიძლება იყოს თბილისში და გავაგრძელოს შემდეგი გამოსვლელი. ძალიან დიდი მადლობა ყველას. მეც გავაზიარებ ჩემს ეკრანს. I hope it's visible. მედი მაქვს რომ ხედავთ. Once again thank you for inviting me. ძალიან დიდი მადლობა ჩემი მოწვევისთვის ამ დისკუსიაში. ჩემი პრეზენტაცია იქნება მოკლედ აღწერა Eagle Hills-ის პროექტისა, რომელიც ახლა იქნა ჩვენთვის წარდგენილი ცოტა ხნის წინ. ჩემი პრეზენტაცია იქნება აღწერითი და სქემატური, ბოდიშს გიხდეთ ამის გამო, მაგრამ მინდა რომ გაგიზიაროთ ის ინფორმაცია, რაც ამ ეტაპზე ვიცით. ქართველი დამსწრეებისთვის შესაძლოა ეს უკვე ნაცნობი ინფორმაცია იყოს, მაგრამ მაინც ჩვენი უცხოელი დამსწრეებისთვის შესაძლოა ეს აღმოჩნდეს საინტერესო. What we know so far about this project და ვიცით ამ პროექტის შესახებ ამ ეტაპზე Eagle Hills-ის პროექტის შესახებ ეს პროექტი გახდა შემოღებული ცოტა ხნის წინ წარგვიდგინეს უბრალოდ ოქტომბერში, როდესაც თბილისის მთავარ პროსპექტზე, სადაც მუდმივად პროტესტებია და სადაც გაიხსნა ეს Eagle Hills-ის გაყიდვების ოფისი. ამ ღონისძიებას ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, სხვა მაღალი თანამდებობის პირები და კომპანიის დამფუძნებელი მოჰამედ ალაბარი და ეს იყო ტელევიზიით გადმოცემული, გაშუქებული, მედიაში ყველგან იყო ეს ღონისძიება, ასე რომ ამის შედეგად საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ 6.6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია იქნებოდა უძრავი ქონების პროექტში ჩადებული თბილისსა და ბათუმთან ახლოს. თუმცა, როგორც ჩანს, შეთანხმება კომპანიასთან მიღწეული იქნა რეალურად ბევრად უფრო ადრე. We think that it might be 2020 ვფიქრობთ, რომ ეს შესაძლოა მოხდა 2025 წლის დასაწყისში. და ეროვნული სააგენტოს ეროვნული საჯარო რეესტრის მიხედვით კომპანია დარეგისტრირდა 2025 წლის აპრილში რეალურად.
რას ეხება ეს პროექტი რეალურად? ეს არის ორი ძირითადი მიმართულება, რომელიც დათომ აღნიშნა. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ თბილისი waterfront-ის პროექტი და დაგეგმილია 600 ჰექტარზე, რომელსაც სახელმწიფო ფლობს და არის განლაგებული თბილისსა და რუსთავს შორის ეს მიწა. კიდევ ერთი არეალი, ტერიტორია და მეორე პროექტი, რომელსაც ქვია მუგონიო მარინა, არის დაგეგმილი 250 ჰექტარზე სახელმწიფოს მიერ მფლობელობაში ყოფ მიწებზე, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმის მახლობლად. შესაბამისად, მთლიანობაში მთავრობამ გადასცა 800 ჰექტარი მიწა ამ პროექტისთვის, ამ კომპანიას, რომლებიც გახლავთ სახელმწიფოს მიერ მფლობელობაში. ამ ეტაპზე ეს გახლავთ საჯარო მფლობელობაში, ამ ეტაპზე ჯერ კიდევ ეს მიწები არ შეცვლილა მფლობელობის სტატუსი, ფლობის სტატუსი. როგორც ხედავთ, ეს სურათები არის ძალიან ესეთი გაწვრთნილი ფოტოები, რა მოხდება მდინარის პირას, აქ არის რაღაც ფუფუნების ძალიან ესეთი მაღალი დონის ვილები, შენობები, სასტუმროები, სავაჭრო სივრცეები და იმ შემთხვევაში თუ გონიო მარინას შემთხვევაში ეს იქნება უფრო ესეთი კურორტის ტიპის სეზონური ასე ვთქვათ მნიშვნელობის და დატვირთვის. ეს პროექტები მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ აქვთ იურიდიული უფლება, ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით ეს პროექტები არის ძალიან აქტიურად გარეკლამებული სოციალური მედიის არხებზე და ყველგან ხედავთ ამ რეკლამებს, როდესაც ვუყურებთ ამ ყველაფერს. და ეს პროექტები ღირს quite big protest among different groups. გამოიწვია საკმაოდ დიდი პროტესტები საქართველოს მოქალაქეებს შორის. The government or the prime minister had to make two და მთავრობას და პრემიერ-მინისტრს მოუწიათ, რომ გარკვეული გამოსვლები ჰქონოდათ, გარკვეული სარეკლამო გამოსვლები ჰქონოდათ, რომ ეჩვენებინათ სარგებელი ჩვენი პროექტის. I would like to show you მინდა გაჩვენოთ როგორი ტიპის არეალები არის გადაცემული და მიწები ამ პროექტებისთვის. თბილისის waterfront-ის პროექტისთვის აქ არის წყლის განაპირა პროექტებისთვის, ეს არის ქონიჭალის რეზერვი ბრძანისი პარკი, ასე მოიხსენიებენ, ეს არის განთავსებული ყვარის მიდამოებში და აქ არის ძალიან დიდი, ძალიან მაღალი ბიომრავალფეროვნება, ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან რეკრეაციულ და ეკოლოგიურ დატვირთვა აქვს, როგორც თბილისისთვის, ასევე რუსთავისთვის. სურს რომ აღვნიშნო, რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიწები გახლავთ და ძალიან დიდი დატვირთვის მქონე მწვანე სივრცეები, საჯარო სივრცეები ორივე ამ ქალაქისთვის. შემდეგი პროექტი გახლავთ გონიო მარინა პროექტი, რომელიც არის დაგეგმილი ჭოროხის დელტას მიდამოებში, ჭოროხის მდინარის დელტას, ეს გახლავთ ზურმუხტის ქსელის ნაწილი, რომელიც უმნიშვნელოვანესი გახლავთ ბიომრავალფეროვნებისთვის და ასევე მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ მანამ სანამ პროექტი იქნებოდა დარეგისტრირებული საჯარო რეესტრში, საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა
განკარგულება Environmental Protection and Agriculture was ამის მიხედვითაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს უნდა ასე ვთქვათ შეცვალა საზღვრები ზურმუხტის ქსელისთვის თუ ეს იქნებოდა Eagle Hills-ის პროექტისთვის საჭირო, ასე რომ ჩვენ ველით რომ გარკვეული გადაწყვეტილებები იქნება მიმართულებით მიღებული ან ზურმუხტის ქსელის საზღვრები შესაძლოა იქნეს შეცვლილი. აქ ასევე ჩვენ ხედავთ ინფორმაციას კომპანიის შესახებ, ცოტაოდენი ინფორმაცია, როგორ არის ის ორგანიზებული. ამ ეტაპზე Eagle Hills საქართველოს LLC ანუ შეპას არის ინვესტორი კომპანიის მიერ ფლობაში და ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ნაწილი გახლავთ. Our ministry holds 33% of share in this company. სამინისტრო ფლობს 33% და ზედამხედველი საპო მოიცავს ირაკლი ნადარაიშვილს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს და თორმიკე ზირაქიშვილს, რომელიც გახლავთ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე Enterprise Georgia აწარმოეს საქართველოში და ხელშეკრულება ხელმოწერილია რომელიც ხელმოწერილია კომპანიისა და მთავრობის მიერ არის კონფიდენციალური და არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი და არ ვიცით დეტალები. Როგორც გითხარით, ეს პროექტი protest among different groups in Georgia. ამ პროექტმა გამოიწვია პროტესტი სხვადასხვა ჯგუფებში, შესაბამისად პრემიერ-მინისტრმა სხვადასხვა განცხადება გააკეთა, სადაც რეკლამას უწევდა. და ცდილობდა რომ განემარტა ამ პროექტის მნიშვნელობა და ღირებულება და გარკვეული ინფორმაცია გვაქვს, რაც advertising video as well from his speech in the parliament. ამ პროექტთან და ამ ყველაფრის მიხედვით და მისი განცხადებების მიხედვით ეს პროექტი იქნება an economical miracle and will have a huge impact დაკავშირებული დიდ სარგებელთან შექმნის ეკონომიკურ არაჩვეულებრივ შედეგებს, ექნება ძალიან დიდი დადებითი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე. 24,000 სამუშაო ადგილი მშენებლობის ფაზაში, 8,000 მუდმივი სამუშაო ადგილი, პირდაპირ ეკონომიკური გავლენა მოიხსენია როგორც 11 მილიარდი ლარი ყოველწლიური შემოსავალი გადასახადების სახით 500 მილიონი ლარი, სადაც ქვეყანა მიიღებს 33% მოგებიდან და სამშენებლო აქტივობები იქნება განხორციელებული ადგილობრივი სამშენებლო კომპანიების მიერ. ძალიან ცოტა ვიცით და ეს რიცხვები საკმაოდ ბუნდოვანია და სპეკულაციურია ამ გადმოსახედიდან და სხვა ქვეყნების გამოცდილებებიდან გამომდინარე. თუ იმსჯელებთ, ასე რომ ჩვენ რასაც ველით და როგორი მოლოდინიც გვაქვს, ფიქრობთ, რომ თუ ეს პროექტი იქნება განხორციელებული, მას ექნება ის მოიტანს მნიშვნელოვან ზიანს მწვანე ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, როგორც თბილისის მახლობლად, ასევე შავი ზღვის განაპირას სივრცეებში, ასე რომ მთავრობა სავარაუდოდ თავს აარიდებს ყველა რეგულაციას, რამაც შეიძლება რომ შეანელოს პროექტის განვითარება, ასე რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იქნება საჯარო ჩართულობა და მოქალაქეების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში იქნება შეუძლებელი და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ამ ასეთი ჩართულობის თავიდან ასაცილებლად, მოქალაქეების მხრიდან ჩართულობის თავიდან ასაცილებლად, ასე რომ ეს იქნება სავარაუდოდ ძალიან არადემოკრატიული პროცესი. ეს გახლავთ ჩვენი მოლოდინი, მე აქ გავჩერდები და თუ კიდევ რაიმე კითხვა ექნებათ, სიამოვნებით გავცემ პასუხს კითხვა-პასუხის რეჟიმის დროს.
დიდი მადლობა ნანო, ძალიან დიდი მადლობა ამ დეტალებისთვის პროექტის შესახებ. ჩვენ ხედავთ, რომ საკმაოდ ბევრი მსგავსება არის იმასთან, რაც ივამ აგვიხსნა, ალბათ კიდევ მეტი იქნება წინააღმდეგობასთან მიმართებაში სხვადასხვა ჯგუფები, რომ არიან ჩართული და ახლა მე მგონი საუკეთესო მომენტია, რომ გადავცეთ სიტყვა მაუროს და თეას, ასევე წინააღმდეგობის შესახებ შესაძლოა და ასევე როგორ შეიძლება რომ კონდეს გარკვეული მოქნილობა, როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ იმ გარკვეულ სირთულეებს, რომლებიც მსგავს პროექტებს ახლავს. თან მივესალმებით ყველას, მოდი გავაზიაროთ პრეზენტაცია. Sorry. Okay, so hi გავაზიარეთ. I will be მოგესალმებით starting and I will be ყველას. continuing. And I would like მე to დავიწყებ და თეა share some გააგრძელებს. experiences სურს რომ გარკვეული that was გამოცდილებები that can გააგიზიაროთ, show რაც how based on გაჩვენებთ solidarity movement and also exchange of practice სოლიდარობის მოძრაობაზე დაყრდნობით და გამოცდილებების გაზიარებით. As Eva mentioned in the beginning, როგორც ივამ აღნიშნა დასაწყისში, როგორ შეიძლება რომ შევამციროთ პრივატიზაცია, როგორ შევაჩერეთ პრივატიზაცია ზაგრებში, Eagle Hills-თან თანამშრომლობის მიმართულებით. ახლა გაჩვენებთ which is a movement მე გახლავართ ერთ-ერთი კოორდინატორი ბლება ქალაქს, რომელიც არის მოძრაობა პრივატიზაციის და საჯარო სივრცეების პრიორიტეტის წინააღმდეგ და დაიწყო 2000-იან წლებში დიდი პრივატიზაციის პროცესები, რომლებიც ხდებოდა უბრალოდ პოსტსოციალისტურ ქვეყანაში და ეს არის 20 წელზე მეტი აქტივობა სოლიდარობის ქსელების შენება, როგორც ადგილობრივად, ასევე საერთაშორისო დონეზე. რომ აგიხსნათ, როგორ დაიწყო ყველაფერი ზაგრებში, Eagle Hills-თან მიმართებაში, ეს იყო 2019 წელს, ყოფილი მერი, რომელსაც ხედავთ მილან ბანდიჩი, რომელიც იყო თანამდებობაზე 20 წლის მანძილზე თითქმის. მან ხელი მოაწერა მემორანდუმის ხელშეკრულებას დუბაიში მუჰამედ ალებართან და ჩამოიყვანა ისინი ზაგრებში. ეს ხელშეკრულება ხელმოწერილი იქნა საიდუმლოდ, ისე რომ არავინ იცოდა რა იყო შინაარსი, რა იყო საჯარო ინფორმაცია, რასაც ქალაქის დელეგაცია უბრალოდ წავიდა დუბაიში და არ ვიცოდით რა გეგმები იყო დაკავშირებული ზაგრების ამ ნაწილის განვითარებასთან მიმართებით. ასევე საინტერესოა რომ აგიხსნათ სიტუაცია დღევანდელი თვალსაზრისით. ეს გარდაიცვალა 2021 წელს და სირთული დაგეგმარების დეპარტამენტის მისი ასევე აღარ არის და ამ მერიაში და ეს არის ახლა სამინისტროში, საზღვაო მიმოსვლის და ტრანსპორტის სამინისტროში, ასევე სხვა კოლეგები შუაში, რომლებიც არიან ასევე გაათავისუფლეს და ეს ქალი ახლა არის დაწინაურებული და აღარ მუშაობს მერიაში, მიუხედავად იმისა, რომ პროექტი შეჩერდა, ადამიანები, ვინც იყვნენ ამის უკან, სხვადასხვა ძალიან დიდი სხვა პერსპექტივები ჰქონდათ მომავალში, განსხვავებული პერსპექტივები. მემორანდუმი ხელმოწერილი იქნა 2019 წლის 12 მარტს ქალაქ ზაგრებსა და Eagle Hills Properties შორის. ეს ხელშეკრულება შეგიძლიათ თქვენც მოიძიოთ online და ჩვენც შეგიძლიათ გაგიზიაროთ, რა თქმა უნდა, ინფორმაცია. შესაძლოა სერბული კონტექსტის და ბუდაპეშტის პროექტის გათვალისწინებით ვთქვათ, რომ Eagle Hills-ი აქ იყო
ქალაქთან, ქალაქის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობდა, რომელსაც აქვს, რა თქმა უნდა, შეზღუდული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, როდესაც კანონმდებლობას ეხება საქმე, განსხვავებით სერბეთისა და უნგრეთისგან, სადაც Eagle Health-ი თანამშრომლობდა პირდაპირ მთავრობასთან. ეს მნიშვნელოვანია ამის აღნიშვნა, რადგან გადაწყვეტილების მიღება ქალაქის დონეზე შესაძლოა იყოს დაკავშირებული სივრცესთან და კანონთქვემდებარე აქტებთან, მაგრამ ეროვნულ კანონმდებლობას ვერ შეცვლის. ქალაქი შესაბამისად მნიშვნელოვანია ამ განსხვავების კიდევ ერთხელ დაკონკრეტება. შინაარსი მემორანდუმის, რომელიც იყო დამალული, როდესაც გაიგო საზოგადოებამ და იყო ესეთი ჭორი, რომ ქალაქის ადმინისტრაცია და ლიდერები აწერენ ხელს ქალაქის გაყიდვასთან დაკავშირებით უცხო დეველოპერთან ხელს. დანკე დერიფაი, რომელიც გახლავდა ჟურნალისტი, მან ჩაატარა ესეთი ჟურნალისტური გამოძიება, რომ ენახა administration was obliged to publish the whole memorandum publicly after several months. წნეხი გაწეული ქალაქის ადმინისტრაციაზე და შემდგომ გამოაქვეყნეს. თვეების განმავლობაში იყო დაფარული. არეალი, რომელზეც იყო მოლაპარაკება წარმოებული, რომელიც უნდა განვითარებული იყო ასე ვთქვათ ბრჭყალებში. ეს არის ახალი ზაგრების ნაწილი, რომელიც მოიცავდა 1.1 მილიონ კვადრატულ მეტრს თითქმის, ძალიან დიდი სივრცე, იპოდრომი, არ ვიცი როგორ უნდა გადავთარგმნო და იპოდრომია ინგლისურადაც შეიძლება ითქვას ასე. და გამომშრალმა თქვა. და ეს გახლავთ სამხრეთ ნაწილი ქალაქის, რომელიც რომელსაც უნდა გაერთიანებინა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე და ასე ვთქვათ აიწია ქალაქის მნიშვნელობა გაეზარდა საერთაშორისო დონეზე. შემდგომ ეს იყო ასე ვთქვათ თავიდან როგორც გითხარით გასაიდუმლოებული პირობები. Is supposed to be given ეს to the developer and developerისთვის და მნიშვნელოვანია აღნიშნოთ, რომ ჯერ კიდევ არის ძალიან ბევრი ესეთი მემკვიდრეობის ძეგლი აქვს და ქალაქის ადმინისტრაციამ, რომ ეს მემკვიდრეობის საკითხები არ არის ძალიან საერთოდ მნიშვნელოვანი და არ არის მათი დაცვა ისეთი მნიშვნელოვანი თუ კაპიტალური ინტერესები, ასე რომ ძალიან ისეთი ლმობიერი დამოკიდებულება იყო დეველოპერების მიმართ და არ იყო პრიორიტიზებული ამ საჯარო სივრცეების დაცვა. მემორანდუმიდან მთლიანად ეს დაფარული ისტორია ზაგრების ამ ახალი ნაწილის განვითარებასთან დაკავშირებით და კერძო ინვესტორისთვის გადაცემა. ამან გამოიწვია ძალიან დიდი პროტესტი მოქალაქეებს შორის, სამოქალაქო საზოგადოებაში და ასევე სხვადასხვა ჩართულ მხარებს შორის, როგორებიც არიან მკვლევარები, პროფესიონალური ორგანიზაციები, შესაბამისად სამოქალაქო საზოგადოებისა და აქტივისტების ჩართულობით იყო ძალიან დიდი პროტესტები, დემონსტრაციები 2019 წელს, სადაც engaged with civil society started organizing protests whenever there would be სამოქალაქო საზოგადოებამ და როდესაც იყო პრესრილიზები გამოქვეყნებული მერის მხრიდან, სამოქალაქო საზოგადოება და აქტივისტები მიდიოდნენ ამ პრეზენტაციებზე და ცდილობდნენ ჩაეშალათ სხვადასხვა ბანერებით და შემდეგ რამაც გაზარდა ხილვადობა პროტესტის და ადამიანების ჩართულობა ამ პროექტის წინააღმდეგ. ასევე რომ გაჩვენოთ სხვადასხვა შრედა სივრცე, რაც არის დაკავშირებული was also using the სოლიდარობის ჯაჭვთან, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება and also engaging in different forms of სხვადასხვა ფორმატით იყო თქვათ ცოდნის გაზიარება ამავდროულად აკადემიურ წრეებში
საუბრები, რამაც გაზარდა კიდევ უფრო წნეხი და კიდევ უფრო კარგად წარმოაჩინა ის ზიანი, რაც მიადგებოდა ქალაქს, ეს იყო შესაბამისად ქსელი, ინურა, ეგრეთ წოდებული. იყო ასევე ღია წერილი მკვლევარების მიერ დაწერილი, რომელიც საერთაშორისო დონეზე გავრცელდა მერის წინააღმდეგ, პროექტის განვითარების წინააღმდეგ. შესაბამისად, დიდი გავლენა ჰქონდა ცოდნის გაზიარებას, როგორც ხედავთ პროტესტების გამოცდილება და როგორი იყო ეს ყველაფერი, როგორი ნაბიჯები იქნა გადადგმული იმისთვის, რომ ეს როგორ მიმდინარეობდა ეს პროტესტები, ეს იყო ასევე შთამაგონებელი, საკმაოდ ეს დემონსტრაციები, სხვადასხვა პროტესტი და ინიციატივები იყო ზაგრებში, რომლებიც ხდებოდა უკვე მერისა და პრივატიზაციის წინააღმდეგ, საჯარო სივრცეებთან მიმართებაში და სამოქალაქო საზოგადოებამ და აქტივისტებმა მოახერხეს ამ ინიციატივების გაერთიანება დიდი პროტესტის გარშემო, რომელიც ეწინააღმდეგებოდა Eagle Hills და სხვადასხვა აქტივობები და ინიციატივები ტარდებოდა 2019 და 2020 წელს, სადაც მოხდა კომუნიკაცია უარყოფითი მხარეების რას ნიშნავს ეს პრივატიზაცია, როგორ გავლენას მოახდენს ეს საჯარო სივრცეზე და ზოგადად კონცეფცია დიდი ნაწილის პრივატიზების წინააღმდეგ, ქალაქის დიდი ნაწილის პრივატიზების წინააღმდეგ. და ეს ამ ყველაფრის კულმინაცია იყო თავარი ზაგრების თავარ მოედანზე 2020 წელს, სადაც 20,000 ადამიანი შეიკრიბა მოედანზე და ეს გახდათ მაშინ, როდესაც ქალაქის საბჭოს ხმა უნდა მიეცა გენერალური გეგმის შეცვლას და უნდა ყოფილიყო ქალაქის გეგმა მორგებული Eagle Hills-ის განვითარებას. ხმა უნდა მიეცათ მოკლედ პროექტის განვითარებისთვის, ეს იყო ძალიან დიდი პროტესტი, რომელიც იყო მიძღვნილი ამ სივრცითი სამართლიანობისთვის და ძალიან დიდი წნეხი იყო ეს, ისეთი წნეხი იყო მერზე და მის პარტიაზე და პარტია, რომელიც ასევე ეროვნულ დონეზე იყო მთავრობაში. რომ შეეცვალათ და დაერღვიათ კოალიცია, შესაბამისად ვერ მოახერხეს. So these different actions and in front of the Zagreb city administration and the massive protests managed to cancel the changes of the general urban plan, and with the death of the mayor which followed ამ პროტესტის ფონზე გაუქმდა ამ გერმანული урბანული გეგმის მიღება. Also stopping let's say this corrupt government that was ruling for 20 years in the city of Zagreb from winning the კორუფციული ასევე მთავრობა, რომელიც მართავდა ზაგრებს. I would just unwrap a little bit on შესაბამისად, რომ შევაჯამოთ როგორ მიმდინარეობდა პროცესი Eagle Hills-ის და პრივატიზაციის წინააღმდეგ, ქალაქის ნაწილის პრივატიზაციის წინააღმდეგ, ასევე სხვადასხვა ბრძოლა სივრცითი სამართლიანობის თვალსაზრისით, როგორ შეიქმნა პროექტი, რომელმაც შეცვალა სრულიად თუ როგორ იგეგმება ქალაქი და როგორ იმართება საჯარო სივრცეები. მთელი ეს პროცესი ამ ყველაფერმა გავლენა მოახდინა არჩევნებზე, სადაც ადგილობრივი არჩევნები 2021 წლის ახალი კოალიცია შეიქმნა. და ეს ცვლილებამ გამოიწვია დიდი ცვლილება, რა თქმა უნდა, ეს იყო სრული დაგეგმარების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. ეს იყო ინტერესები აქ ჩართული, რა თქმა უნდა, სხვადასხვა უბნის, სხვადასხვა ინსტიტუციური მხარდაჭერით და პოლიტიკური ნებით და
სადაც გადაეცა, ასე ვთქვათ, უფრო მეტი ძალა გადავიდა ისე მოქალაქეების ხელში და ცოტა რომ ახსნა ბევრი თქვენგანი ალბათ იცნობს ამ მონაწილეობის და ჩართულობის კიბეს, სადაც წესი ძალიან ანუ ესეთი აკლები ჩართულობა არის ხოლმე. როდესაც არის საუბარი სივრცის, როგორ შეიძლება რომ გადავცეთ სივრცითი დაგეგმარება მოქალაქეების ხელში, როგორ უნდა გადავიყვანოთ და როგორ უნდა ავიდეთ ზემოთ ამ კიბეზე, შეიძლება ეს მოქალაქეების კონტროლზე ვერ ავიდეთ, მაგრამ გარკვეული პარტნიორობა შევქმნათ ქალაქის ადმინისტრაციასთან და ქალაქის დაგეგმვასთან მიმართებაში. აქ მსურს რომ ძალიან ბევრი არ ვისაუბრო, მაგრამ როგორ მიმდინარეობს, როგორც წესი სივრცითი გეგმის სამუშაო ვერსიის შექმნა, როგორ შეიძლება ხონდა თავიდან ესეთი არაფორმალური დისკუსია პროცესებთან მიმართებაში, სადაც იყვნენ ჩართულები უბნის სხვადასხვა ქალაქის ადმინისტრაცია მოქალაქეებთან და ქალაქის საკრებულომ შექმნა გადაწყვეტილება, რომელმაც გამოიწვია შემდგომ მთლიანი გეგმის შეცვლა. შესაბამისად, ურბანული გეგმის შეცვლა. პოლიტიკური ნება და შთაგონება სამოქალაქო საზოგადოებიდან, რომელიც აქტივისტები, რომელსაც ქმნიდნენ აქტივისტები, ასევე გადაინაცვლა ამან მუნიციპალურ პლატფორმაზე და შეიქმნა მონაწილეობისთვის უკეთესი პლატფორმა ახალი ურბანული დაგეგმარების თვალსაზრისით, ასე რომ ინსტიტუციები მოუწიათ თავიანთი ოფისებიდან გამოსვლა, რაც ამ ფოტოზე მაინც კარგად არ არის წარმოჩენილი, რადგან ჯერ ისევ ოფისში არიან, მაგრამ სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუცია ხვდებოდა საკრებულოს წარმომადგენლებს, რომ აეხსნათ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი და რა შეიძლება გაკეთდეს, იყო ძალიან აქტიური მოლაპარაკებები საკრებულოსა და სხვადასხვა ოფიცერს შორის, სადაც ძალიან სიღრმისეული ცვლილებები იყო შემოღებული ურბანულ დაგეგმარების თვალსაზრისით, რაც წელს შეიცვალა პირველად, სადაც იყო პირადი დიდი ხნის მანძილზე შეიცვალა ეს ასე ვთქვათ, როცა პირადი ინტერესები იყო ძალიან დიდი ხნის მანძილზე. პირველესი და უმნიშვნელოვანესი, როგორც იქნა ეს შეიცვალა და ეს მოხდა აქტივისტების, მკვლევარების და სამოქალაქო საზოგადოების დახმარებით, რომ არა მხოლოდ შეეჩერებინათ პროექტი, არამედ შეექმნათ ახალი მოდელი მთავრობის და სივრცითი დაგეგმარების და ახლა მსურს რომ სიტყვა გადავცე თეას, რომელიც ახსნის როგორ შეიცვალა კაპიტალური ინვესტიციის გადაეცა, ასე ვთქვათ, ხორვატიის სანაპირო ზოლს და გავაგრძელებ მე და თუ კითხვები იქნება, შეგიძლიათ რა თქმა უნდა დაგვისვათ. კითხვა-პასუხის რეჟიმის დროს კონტექსტისთვის იუგოსლავია რომ დაიშალა 90-იან წლებში, ჩვენ გავიარეთ ძალიან დიდი პრივატიზაციის პროცესი იმ კაპიტალისა, რომელიც იყო სახელმწიფოს მფლობელობაში და ეს იყო ძალიან განვითარებული სივრცეების ზოგიერთი, მაგალითად სანაპიროზე, ზღვის სანაპიროზე და ადგილობრივი კერძო ინვესტორები იაკო ანდაბაკი ერთ-ერთი მათგანი, მაგალითად, მან შეისყიდა ეს მიწები მცირე თანხების სანაცვლოდ და ამ პრივატიზაციის პროცესი იყო სავსე, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი სპეკულაციით და გაურკვეველი ბუნდოვანი საკითხებით და მთელი იუგოსლავია იყო ჩართული ამ პროცესში და რაღაცნაირად თითქოს არ ექცეოდა ამას დიდი ყურადღება, რა ხდებოდა ტურისტულ ზონებში და ეს დიდი რაოდენობით კურორტები და სასტუმროები 2021 წელს, როდესაც სიტუაცია დაიწყო
ზაგრებში გარკვეულად, ანუ Eagle Hills-მა გარკვეული მისი ნაწილი შეისყიდა და ეს შეთანხმება საჯარო არ არის, მაგრამ ვიცით, რომ აქ ეხება საქმე 100 მილიონ ევროს 11 სასტუმროს და საკმაოდ დიდი ოდენობის ქონებაზეა საუბარი და 70% შეიზყიდეს და შემდგომ 30% მცირე მფლობელები, ჩართული მხარეები და შემდგომ გაყარეს გარკვეულწილად მხოლოდ 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ და Eagle Hills-მა შეიზყიდა კიდევ ერთი ტურისტული კომპლექსი დაახლოებით 200 მილიონი ევროს სანაცვლოდ და ახლა ის არიან ერთ-ერთი ყველაზე დიდი მფლობელი ტურიზმის მიმართულებით ხორვატიის სანაპიროზე. არანაირი ისეთი შეზღუდვა დიდად არ არსებობს ამ მიმართულებით კონკურენციის კანონმდებლობა, რომელიც არის განსაზღვრული მთავრობის მიერ და სივრცითი რეგულაციის მიხედვით არ არის შეზღუდვები და გარკვეულწილად გვაქვს ერთი სანაპირო ზონა, რომელსაც ვერ გამოიყენებენ. ერთადერთი ეს არის, როდესაც ეხება ზღვისპირა, განაპირა სივრცეებს. და 15 ძალიან დიდი სასტუმრო იქნა მათ მიერ შესყიდული და ეს პირობები, რომლებიც მათ ჰქონდათ, იყო, რომ ინვესტირება უნდა გაეტიათ მომდევნო წლების მანძილზე 30 მილიონი დაახლოებით ამ სასტუმროების განვითარებაში, ან ახლების აშენების თვალსაზრისით და მთავარი პრობლემა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ დღეს, გახლავთ სივრცითი დაგეგმარების მეტი და მეტი რეგულაცია, რასაც ექნება ძალიან ისეთი რა თქმა უნდა, თუ გაგრძელდება ეს ინვესტიცია, ამას ექნება ძალიან ცუდი შედეგები სანაპირო ზოლისთვის. Sorry, my microphone was off. I was thanking you. მიკროფონი გამართული იყო, მინდა და მადლობა გადამეხადა თქვენი პრეზენტაციებისთვის, ასევე კავშირებისთვის, რომლებიც როგორც დააკავშირეთ სხვადასხვა შემთხვევა ერთმანეთთან. და შესაძლოა ბევრი არ ხსმენია თბილისის კონტექსტის შესახებ, თუმცა გარკვეული მსგავსებები აშკარად არის. ერთ-ერთი კითხვა, რაც მინდა დავსვა და შემდგომ გავხსნი უკვე აუდიტორიისთვის კითხვებს, ნანოსაც შეუძლია რომ თქვა თუ პასუხოს ამ კითხოს ქართული გადმოსახედიდან. როგორ ესეთი კანონმდებლობის თავიდან ნაწილების ან სპეციალური კანონების შექმნა, რომ გამონაკლისები იყოს, როდესაც ჩვენ ახლა Eagle Hills-ი არის უკვე გამოცდილი გლობალურად, მათ აქვთ ასევე ალბათ ყავთ ერუდიული გუნდი, რომელმაც იცის რას უნდა მიაქციოს და რა უნდა ყურადღება და რა უნდა ამოიღოს მიზანში, ასე ვთქვათ, რომ საკანონმდებლო სივრცე უფრო უკეთ შეისწავლონ და კარგად გაიგონ. სიტუაცია როგორ მოხდა ეს და ვინ არიან აქტორები, ვინც არიან ჩართულები ამ ინიციატივებში და ასე შემდეგ. შეგვიძლია დავიწყოთ ბელგრადიდან. Yeah, I also believe that they have really strong legal team. ფიქრობ, რომ ყავთ იურიდიული გუნდი, რომელსაც აქვს უკვე ეს ცოდნა და გამოცდილება, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი კამპანია მაშინ და ზოგადად არ არის ინვესტორის წინააღმდეგ, ისინი არ არიან მაინც და მაინც მთავარი პრობლემა, სინამდვილეში მთავარი პრობლემა არის მთავრობა, რომელიც ამ ცვლილებების შესაძლებლობას ქმნის და გვაქვს შემდგომ პრობლემა სახეზე, რაც მოხდა აქ. მართო პარტიას აქვს სრული უმრავლესობა. ჩვენ არც კი გვყავდა ოპოზიცია, ძალიან ძლიერი რეჟიმი იყო. შესაბამისად, შეეძლოთ შეცვლა ყველაფრის ისე როგორც სურდათ და ასეც იქცეოდნენ, მაგრამ
what can be done, იყო მათთვის გარკვეული სავარჯიშო, იმისთვის რაც შეიძლება გაკეთდეს საზღვარი არ არსებობს, ასე ვთქვათ, ზღვარი არ არსებობს. და now they are doing it in a few weeks. რადგან ამ პროექტში ასე ვთქვათ დაიცვეს სადოქტორო ბრწყალებში, უკვე შეუჩერებლები არიან და სხვა სივრცეებზე შეუძლიათ გაავრცელონ ეს. ჩვენ უფრო და უფრო ვშორდებით ევროკავშირს. Let's say supporters or any kind of help from the outside to fight this struggle. მხარდაჭერის იმედი არ გვაქვს ამ თვალსაზრისით, თქო კანონმდებლობის ან ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით, ასე რომ მონტენეგროს რასაც და ალბანიაში რასაც ვხედავთ, ეს არის სულად განსხვავებული მაგალითები. და ძალიან დაინტერესებულები არიან, ასე ვთქვათ, ევროპის მხრიდან და პანელურ დისკუსიებში იღებენ მონაწილეობას და ჩართულები არიან ამ პირდაპირი ინვესტიციებით, განსაკუთრებით გათიანებულ არაბთა საამიროების შემთხვევაში და რაც ჩვენთან მოხდა, ისი თქმაც შეიძლება არის, რომ არ ვარ დარწმუნებული. გიჟურად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ 10 წელია, როდესაც ამაში ხარ ჩართული, იცი რომ to like present himself as to be a canvas for the local political and economic elite ასე ვთქვათ the resources ინსტრუმენტივით არის, რასაც იყენებენ, რისთვისაც იყენებენ ინვესტორებს, რომ თავიანთი ძალაუფლება კიდევ უფრო გააძლიერონ და წარმოაჩინონ, ასე ვთქვათ, ალბანეთზე. Yeah, maybe I could მეც შემიძლია რომ and I'm also not გავაკეთო კომენტარი, მეც არ ვარ დარწმუნებული რომ now what Iva you mentioned that EU non-EU like looking at Zagreb ევროკავშირი ან არა ევროკავშირი, როდესაც ზაგრების შემთხვევას ვაკვირდებით, ხედავთ რომ გაგვემართლა რომ მათთვის უფრო მარტივი იყო local government which was not ruling nationally. რომ მათ მიმართეს ქალაქის მერიას და არა ეროვნულ დონეზე, ეროვნულ მთავრობასთან რომ ჰქონოდათ შეთანხმება, შეცვლიდნენ კანონმდებლობას, იმიტომ რომ მათ არ ჰქონდათ ჯდომა ეროვნულ დონეზე მართლ პარტიაზე, შესაბამისად, რადგან იყო კოალიცია ქალაქის დონეზე, მათ სჭირდებოდათ ორ სხვადასხვა მხარესთან მოლაპარაკებები, იყო გარკვეული გზარი, ასე რომ ვთქვათ, რომელიც შემდგომ უფრო გაღრმავდა წნეხის მიერ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავიაზროთ, საიდან მოდიოდა ეს ბზარი და რაზე უნდა გაკეთდეს. აქცენტი ზაგრების შემთხვევაში უფრო მარტივი იყო, არ ვიცი, რამდენად სწორია ამის თქმა, მართებულია ამის თქმა, მაგრამ ქალაქის დონეზე უფრო ადვილია და როდესაც ეს ნაწილი არის, ასე ვთქვათ, ერთი მხარე არის ის მხარე, რომელიც გადაწყვეტილებებსაც იღებს, რა თქმა უნდა, უფრო რთულია. სახელმწიფო დონეზე ვისაც შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება. პოსტსოციალისტურ ქვეყნებში, ასევე ევროკავშირის ფარგლებშიც პოსტსოციალისტური ქვეყნები ძალიან მოწყვლადები არიან ამ ინვესტიციების მიმართ და როგორც მანამდე აღვნიშნე, ეს საერთაშორისო კაპიტალი სწორედ ასეთ სუსტ ქვეყნებზე აკეთებს აქცენტს, სადაც საჯარო So it's kind of detecting weak target then. კონტროლი შემცირებულია და what somebody mentioned they surely have გადაწყვეტილებების მიღება, შესაბამისად მათთვის სამიზნეც სწორედ ასეთ ქვეყნებს ცდილობენ რომ ამოიღონ ასეთ ქვეყნები მიზანში, სადაც უფრო მარტივად შეუძლიათ რომ გავლენა მოახდინონ დაგეგმარების პროცესებზე. Thank you, Mauro. დიდი მადლობა, მაურო. ერთი კითხვა გვაქვს გეოპოლიტიკურ დონეზე. კითხვა არის, გვაქვს თუ არა რაიმე, ასე ვთქვათ, ნიშნები იმის ულტრავი ქონების ინვესტიციების თვალსაზრისით Eagle Health-ის სახელით, რომელიც უფრო ასე ვთქვათ, ორმხრივ შეთანხმებებს ეხება გათიანებულ არაბთა საამიროებსა და ვთქვათ ხორვატიას და საქართველოს, ასევე ის მაგალითები, რომლებიც ივამ აღნიშნა, რადგან ეს პროექტები ძალიან სპეკულაციურია და ზოგჯერ ძალიან რთულია და ზოგჯერ დამაბნეველია თუ რა დგას ამის უკან. შეძლო ნანომ დაიწყოს, შეიძლება რაღაცა ითქვას ასევე საქართველოს შემთხვევაშიც, რა დგას ამის.
what I have seen so far, it seems that these რაც მე negotiations დავინახე, are გახსოვთ რომ ეს starting quite მოლაპარაკებები early, საკმაოდ ადრე დაიწყო, before the announcement of the project itself. სანამ So, გამოქვეყნდებოდა and ეს I პროექტი და think that these are მე like ვფიქრობ, რომ not ეს only გახლავთ Eagle Hills is searching არა for მხოლოდ the Eagle such kind Hills-ი of ეძებს investment, but ასეთ the ინვესტიციებს, government არამედ is also very მთავრობა willing to ასევე have such ძალიან partners as well, მონდომებულია, რომ because ასეთი there is პარტნიორები ჰყავდეს და big ასეთი room for ხელშეკრულებები big room გაატაროს. for speculations. იმიტომ რომ სპეკულაციებისთვის And დიდი სივრცე also in არსებობს case და of Georgia, I think ასევე that საქართველოს შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ I think that now ახლა after all these events, ამ a მოვლენების lot შემდეგ of money that was coming from the EU დიდი თანხა, რაც has been stopped. ევროკავშირიდან A lot of projects მოდიოდა, have been შეჩერდა, stopped. ბევრი პროექტი Financing გაჩერდა, has been stopped, that was დაფინანსება provided შეჩერდა, to the რომელიც government. მოდიოდა And ევროკავშირიდან, there მთავრობის, is, სახელმწიფოს I think მიმართულებით და that the government is also searching for some economical activities. და მთავრობა big ეძებს scale სხვადასხვა economical ეკონომიკურ activities აქტიურობაში as well, but ჩართულობას we still მაღალ don't know დონეზე whether it will have a და real ჩვენ ჯერ impact კიდევ or არ not. ვიცით, It's რამდენად also ექნება a ამას question. რეალური გავლენა, ეს ჯერ კიდევ კითხვის And ნიშნის ქვეშ დგას. და yeah, I would also like to add about this very vague მინდა landscape დავამატო of urban planning in our case as well. ურბანული დაგეგმარების If you look at თვალსაზრისით, თუ at the planning decisions, შეხედავთ დაგეგმარების especially გადაწყვეტილებებს, in the last განსაკუთრებით years, we see this ბოლო წლებში, acceleration ჩვენ of big ვხედავთ scale ესეთ urban projects სწრაფ დაჩქარებას ურბანული პროექტების განვითარების და that are bypassing რაც the არის law თავიდან or urban planning regulations, აცილების, ანუ კანონის where there გვერდის is a big ავლით, ურბანული interest რეგულაციების from the გვერდის ავლით, political სადაც ძალიან leaders დიდი as well, ინტერესები არის and that are პოლიტიკური carried out on ლიდერების behalf of good მხრიდან და faces. რომლებიც ტარდება So this ასე was ვთქვათ, the ხარჯზე, tendency before წონის this ვირცეების Eagle Hills ხარჯზე. ეს project, გახდა and now in ტენდენცია this project we ამ see the Eagle Hills-ის პროექტის acceleration შემთხვევაშიც და ჩვენ აქ of all these ხედავთ ასევე tendencies. დაჩქარებას And ასეთი I also ტენდენციების would like to კიდევ mention უფრო that the გაძლიერებას public ინტენსიურად participation და process is in Georgia does საჯარო not exist in მონაწილეობის urban პროცესები planning decisions, საქართველოში I may say. So the landscape that we have now ეს provides a ლანდშაფტი, very რომელიც good ახლა soil გვაქვს, for ძალიან such კარგ developments. ნიადაგს ქმნის Unfortunately, ასეთი I განვითარება, don't know ასეთი whether I მოვლენების have answered განვითარებისთვის. the არ question ვიცი, or not, უპასუხე but თუ არა maybe კითხვას other participants კარგად. can also address. I can jump in quickly. So in the situation of Serbia, the project was actually directly tied to a broader bilateral სერბეთის agreement შემთხვევაში between Serbia and United Arab Emirates. And the same agreement was made between the government of იგივე Montenegro შეთანხმება and იყო United Arab მთავრობას, Emirates. So it's basically the მონტენეგროს agreement მთავრობასა და that გაერთიანებულ არაბთა საამიროების შორის, ასე რომ gives exceptionally favorable ეს conditions შეთანხმება to the განსაკუთრებით investors. So from the კარგ land პირობებს conversion თავაზობს and planning ინვესტორს. authority, even to different financial guarantees and legal protection. So all the agreements and all the ეს legal ყველა changes შეთანხმება და were made იურიდიული thanks გუნდი, to რომელიც this იყო bilateral ჩართული, agreement. And as I ეს არის, mentioned, რა თქმა you უნდა, can აი find ამ it on the ორმხრივი შეთანხმების formal website of the საფუძველზე government და of შეგიძლიათ Serbia, ნახოთ English ასევე version, and you will find the chapter ინგლისური on the ვერსია real estate. You მთავრობის will see ვებგვერდზე actually და how it's ნახოთ ასევე regulated. So that was უძრავი always the ქონების first step. მიმართულებით, როგორ არის We have the რეგულირებული, ეს same არის პირველი agreement with ნაბიჯი, China, ჩვენც for გვაქვს იგივე example, for the შეთანხმება, infrastructure მაგალითად project. So this is ჩინეთთან, something that became ინფრასტრუქტურული kind of a common პროექტებისთვის, sense. ასე რომ ეს რაც გახდა უკვე ძალიან ესეთი გავრცელებული ფორმატი თანამშრომლობის. Thank you, Eva. We have one more question გვაქვს კიდევ ერთი from კითხვა Suzy Harris-Brand. Thank you, Suzy. სიუზისგან. ძალიან დიდი მადლობა The question სიუზი is related კითხვისთვის. to the opposition. კითხვა Could you panel დაკავშირებული speak გახავთ a bit about ოპოზიციასთან. opposition led შეუძლია by თუ არა პანელს official ცოტა რომ political ისაუბროს parties ოფიციალური in their პოლიტიკური local პარტიების context? მიერ It ხელმძღვანელობით seems the presence of ოპოზიციაზე, EU investors მათ is not ადგილობრივ based კონტექსტში, on როგორც partisan ჩანს, support for არაბთა one გაერთიანებული particular ruling regime. საამიროების For example, in ინვესტორების Georgia, ყოფნა the არ EU არის is first დაფუძნებული engaged ერთ with the კონკრეტული Iranian მმართველი party, which was the რეჟიმის previous ruling პარტიულ party. მხარდაჭერაზე, მაგალითად Rather საქართველოში than that of Russia, საამიროები mentioned პირველად the alliance of ერთიან patriots ნაციონალურ of Georgia. მოძრაობას This დაუკავშირდნენ, department ანამ და დათო მოკლედ organized the ახსენეს recent საქართველოს protests. პატრიოტთა ალიანსი, But I როგორც would love მემარჯვენე to hear ძალა, more about the role მაგრამ of სიამოვნებით official მოვისმენდი opposition, მეტს political opposition, ოფიციალური or ოპოზიციის lack როლის of შესახებ, their ან მისი არარსებობის countries. შესახებ სხვა ქვეყნებშიც. Thank you. მადლობა.
I had similar question about the მსგავსი resistance კითხვა მქონდა მეც. in Zagreb, and maybe we could hear a bit more. You spoke about a bit already about this, but ცოტა maybe დანი თქვენ how, უკვე like, what ისაუბრეთ were ამის the შესახებ, practices, მაგრამ how როგორი this პრაქტიკები groups came არსებობს together, and yeah, what was the role of the active kind of existing და რა political იყო parties? Because in როლი Georgia ასე ვთქვათ we are არსებული struggling with this. პოლიტიკური On one hand, we have პარტიების. the far right that speaks about ერთი მხრივ გვაქვს invasion რა თქმა უნდა of ultramემარჯვენე Arabs and so on, and the Arab ჯგუფები, cities. რომლებიც არაბების And on the other შემოსევაზე hand, we საუბრობს have და მეორე right-wing მხრივ groups like ყავს well, ესეთი it's the similar ideologies that say that well we don't have მსგავსი actually the იდეოლოგიით კიდევ space for pushing ultramემარჯვენეები, away რომლებიც any foreign direct investment, which is more or less ზოგადად sacred არ უნდა thing ყავდეს in არც Georgia. ერთი We are trying to find a პირდაპირი kind of ინვესტიცია არ უნდა the იყოს other space that განხორციელებული would უცხოური speak მხრიდან about და the ჩვენ actual ვცდილობთ ვიპოვოთ ეს wrong სივრცე, parts სადაც of the საუბრობთ project and რეალურად the deal that is არასწორ ნაწილებზე პროექტის და რატომ I არის just ეს wanted to საზიანო. note before talking about მნიშვნელოვანია რომ ვისაუბროთ მანამ სანამ aspect of political parties, which I ვისაუბრებთ think Maura is a better person პოლიტიკური to say. პარტიების ნაწილზე In the aspect of the role of civil society and associations of სამოქალაქო architects. საზოგადოებების So ჩართულზე I და have to ასევე note არქიტექტორების that in ასოციაცია, Croatia we have სადაც this, I think, long-standing struggle გვაქვს not only ეს with ძალიან associations but different types of დიდი organizations of fighting ბრძოლა, for ასე ვთქვათ, სხვადასხვა space, ორგანიზაციასთან for მიმართებაში, spaces, სადაც extremely on the ორგანიზაციები coast იბრძვიან and ამ in Zagreb სივრცეებისთვის, mostly. So სანაპიროებზე because და that is where როგორც the წესი capital goes to. And ზაგრებში და there სადაც are მიდის kind of უმეტესად strong connections ეს still with თანხები architect ძალიან ძლიერი associations კავშირებია with the general public. ასოციაციებში, And then when არქიტექტორთა something is ასოციაციები happening, there is მაგალითად, this kind of როდესაც რაიმე effort to ხდება, state არის the ესეთი problems from a ძალისხმევა, professional angle, რომ and პროფესიული it მხრიდან still has წარმოაჩინონ ეს wide საკითხები და ამას აქვს ჯერ კიდევ acceptance, like from a ესეთი wider public. ფართო And that მხარდაჭერა kind of helped in საზოგადოების a lot მხრიდან of და ამან ხელი times that შეუწყო something was happening, ძალიან it helped. ხშირად დადებით მოვლენებს, ძალიან ხშირად I ამ can also follow up on არქიტექტორთა this, that ასოციაციების usually განცხადებებმა this is not გამოიღო to be შედეგი confused with order of architects and და chamber of ეს architects, because association არ of უნდა architects is kind შეგვეშალოს of on a voluntary basis, and they usually არქიტექტორთა push პალატაში, for, იმიტომ რომ ეს let's say, ასოციაცია არის ესეთი the social aspect of the city and ისინი fight for the სოციალურ spatial საკითხებს justice. როგორც წესი მოიცავენ ხოლმე და სივრცით სამართლიანობაზე საუბრობენ ხოლმე მათი როლი არის დაკავშირებული ტენდერებთან, სხვადასხვა კოლექტივები არიან ჩართულები, სხვადასხვა მიმართულებით და როგორც წესი უფრო დიდ მოძრაობებს უყრიან ხოლმე საფუძველს. ეს არის საინტერესო მიმართულება აქტივისტებსა და პროფესიულ სივრცეებს შორის თანამშრომლობის მიღწევის და როდესაც ესეთი აქტივისტების მოძრაობას ჭირდება ხოლმე გარკვეული ინსტიტუციური მხარდაჭერა ან რაღაცა თქვა ღია წერილის დაწერა, როგორც წესი იყენებენ ხოლმე ინსტიტუციების მხარდაჭერას, რომლებიც პროგრესულად აზროვნებენ იმისთვის, რომ გარკვეული მხარდაჭერა მიიღონ და ეს ამ პლატფორმების გამოყენება არის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი, მთავარი ეს ორგანიზაცია აქ გვაქვს ადვოკატირების ძალა და რა თქმა უნდა ეს მიმართულება ძალიან აქტიური და მნიშვნელოვანი გახოთ. რაც შეეხება ოპოზიციას და პარტიებს ზაგრების შემთხვევაში პრივატიზაციის წინააღმდეგ და სივრცითი დაგეგმარების თვალსაზრისით ბრძოლა 90-იანებში რაც იყო და 2000-იან წლებში ამან შექმნა სხვადასხვა ფორმა სამოქალაქო აქტივობების, რომლებიც შემდგომ გადაიზარდა მოძრაობაში და იყო გარკვეული პროცესი, შესაძლოა ეს არ ყოფილიყო წრფივი პროცესი, მაგრამ გარკვეული მიმართულებები პოლიტიკური პარტია on this citizen initiatives and movements. So basically the ყალიბდებოდა აი ამ მოძრაობების მიხედვით, ასე რომ აი ეს ბრძოლა სივრცეებისთვის ამან შექმნა პოლიტიკური პლატფორმა სწორედ და აქ არის საუბარი არა მხოლოდ თქვათ მწვანე მემარცხენე პარტიებზე, სხვადასხვა ქალაქში შესაძლოა სხვადასხვა ლიბერალური პოლიტიკით იყოს ჩართული, თუმცა ხშირად
which is actually in ეწინააღმდეგებიან power for სახელმწიფო a long time now. მმართველ პარტიას, So რომელიც უკვე there დიდი is ხანია an opposition that can მმართველობაში. hold them შესაბამისად, to, ოპოზიცია არსებობს, that რომელსაც can hold შეუძლია, them რომ to explain what is happening in space ახსნან რა and hold ხდება, ასე ვთქვათ, აიძულონ accountable, რა and I think ხდება that is quite და important in these ანგარიშვალდებულებისკენ მოუწოდონ, რაც საკმაოდ ძალიან in the მნიშვნელოვანი creation გახლავთ Yeah, but basically ხორვატიის what შემთხვევაში. Pesh თუმცა saying is that all bigger cities რასაც usually თე have ამბობს, ყველა დიდი opposition ქალაქი, government ყველა დიდ of the ქალაქს national როგორც წესი government, ხავს where ხოლმე Christian Democrats hold the ოპოზიციური national government, ოპოზიცია and all bigger cities are ქრისტიან kind of დემოკრატებს ყავს having ეროვნული, progressive, არიან let's say, მთავრობაში და central ასევე left ქალაქებში governments. არიან So there is this friction between ასევე big cities გარკვეული and the national ოპოზიციური government პარტიები შესაბამისად არის დიდ continuously, let's say, ქალაქებსა და over ეროვნულ decades. მთავრობას შორის დიდი ხნის მანძილზე ეს წინააღმდეგობა Nano, არსებობს do you want to add ათწლეულების something? მანძილზე. Thank you. Thank you, Mauro. ნან რაიმეს დამატება გსურს? Sorry, I was muted. We have one question and one comment. ერთი კითხვა One გვაქვს from და ერთი Ia Eradze. კომენტარი. Could you please elaborate, especially for Belgrade, on თუ the შეიძლება რომ social-economic impacts ბელგრადის of the შემთხვევაში projects სოციალურ ეკონომიკურ on გავლენებზე increased ისაუბროთ employment, small პროექტების businesses, in the area, მუშევრობაზე, inequality. So basically, ან what's გავლენა the მცირე impact? ბიზნესებზე ამ არეალში, უთანაბრობა, არათანასწორობა Thank you. და რეალურ და Yeah, უძრავი so ქონების I ფასები mentioned და ასე several შემდეგ. things, but მე აღვნიშნე to აქ go a bit რამდენიმე more into საკითხი. detail, so in terms of employment, it's mostly temporary and აი low შეიძლება value იყოს როგორც jobs. წესი. So those are არ either მესმის short-term სამწუხაროდ. contractual jobs, which are not stable, or some precarious contracts for the workers როდესაც საუბრობთ on that სხვადასხვა territory. თვალსაჩინოებებზე The work force that was დასაქმების promised to თვალსაზრისით, planning, management, დაგეგმვის and თვალსაზრისით, let's say მენეჯმენტის creative industries, etc. didn't და happen სხვადასხვა ინდუსტრიის yet. თვალსაზრისით არ The small მოხდა, businesses, არ there ყოფილა ამ were მიმართულებით that მცირე were in the ბიზნესებს რაც area, შეეხება, they faced the displacement. So რომლებიც because of იყვნენ the ამ არეალში, მათ ჰქონდათ rising rent and the მოუწიათ social გადაადგილება იქიდან exclusion. ამ სივრცეებიდან There was გასვლა, also, I განდევნა ასე mentioned ვთქვათ. the prices of the apartment. So it's between 5,000 ასევე euros per square meter to 5,000 ევროდან 11,500 euros, which is €11,500-მდე ადის totally 1 unaffordable. კვადრატულ მეტრზე, And on რაც top of სრულიად it, there are წარმოუდგენლად many interviews with the მაღალი financial ფასია director და of ბევრი Belgrade ინტერესი Waterfront, იყო who is ფინანსურ claiming დირექტორთან that ბელგიის Waterfront-ის, households რომელმაც there are და mostly მაწლის or like even almost მიმართულების 100% bought in cash, and they don't question the origin of the money. და So რომ it's ისინი ასე publicly ვთქვათ available, so you can also track არის it on გარკვეული Forbes if you want to read ინფორმაცია it საჯარო in დონეზე English. ხელმისაწვდომი So basically, Forbes-ის it's kind of money laundering სტატიებიც შეგიძლიათ ნახოთ machine, ეს if გარკვეულწილად we ფულის understand გათეთრების correctly what he წყაროა, რა wanted to თქმა უნდა, თუ სწორად say. And at the ჩაუღრმავდებით end, ამ it also საკითხებს has და საბოლოო ჯამში almost ასევე zero economic spillover to the budget of the city. Up until ქალაქის now, there are ბიუჯეტის only სარგებელი more than ძალიან 100 შეზღუდული million ამ euros to the თვალსაზრისით city of და Belgrade. So პირიქით ვალი აქვს that's ქალაქის in short. მერიის მიმართ, ასე რომ ეს არის მოკლედ რაც შეიძლება ითქვას. Maybe if I can follow up, actually I've remembered on დავამატებ. what Nano was მე mentioning მახსოვდა, before, on, გამახსენდა რაც let's say, ნანომ depleted spatial აღნიშნა planning procedures. ამ Not სივრცითი to be დაგეგმარების პროცედურებთან დაკავშირებით. understood that in Zagreb these procedures were respected, and in Croatia we had these big democratic procedures. There were none, especially in Zagreb, and it's important to არ უნდა see what are წარმოიდგინოთ, რომ ესეთი დიდი possibilities in დემოკრატიული these პროცესები იყო cases. თავიდან, For ხო, instance, ჩართული over განსაკუთრებით 10 years ზაგრებში, ago, როდესაც the 10 initiative წლის of წინ citizens ინიციატივა gathered and created their own citizen მოქალაქეების, assembly როდესაც on გაქენდა development of შექმნეს part of the თავიანთი neighborhood. So it's important to see what are the tools მოქალაქეების when საბჭო, there are no ვიფიქროთ, formal კარგად რა processes იყო to invent them ინსტრუმენტები, არ also იყო and create ფორმალური pressure პროცედურები and არ to არსებობდა organize ამ წნეხის collectively შესაქმნელად, ეს იყო თვითორგანიზებული through district მოქალაქეების council მიერ or certain citizen initiatives kind of to create მოქალაქეთა pressure and ინიციატივების create kind of collective საფუძველზე decision making წნეხის even though the შესაქმნელად formal procedures კოლექტიური are not allowed. გადაწყვეტილებების მისაღებად და არ არსებობდა რაიმე ესეთი ინსტრუმენტი ამ წნეხის We have just one შესაქმნელად. more comment კიდევ ერთი from კომენტარი Vera Gogochia that ვერა basically გოგოხიასგან, responds to the რომელიც time when უბრალოდ this ესეთი project was პასუხია introduced in
იმასთან დაკავშირებით, როდესაც ეს პროექტი იყო შემოღებული საქართველოში. საქართველოში გამოხატვისა და პროტესტის თავისუფლების პრეცედენტო შეზღუდვის გათვალისწინებით ამ პროექტის ბედი კიდევ უფრო საშიში ხდება, სამწუხაროდ ეს პროექტი მხოლოდ არჩევნების შემდეგ გატარდა, ასე ვთქვათ, როგორც ეროვნული, ასევე ადგილობრივის შემდეგ. და გარკვეულწილად ეს ყველაფერი დაკავშირებულია ჩემს კვლევის ინტერესებთან. საქართველოს ჰქონდა მხოლოდ ერთი, რაც გადავხედავთ ჩვენს პოლიტიკურ ისტორიას, ეს ბუნება, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტია სხვადასხვა დონეზე მართავდეს. პარლამენტის ძალიან იშვიათად ჰქონდა, პარლამენტის დონეზე ეს არის ქართული ოცნება, მმართველი პარტია და ქალაქის დონეზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იყო ასეთი დრო და ასეთი კონფლიქტის დროს ძალიან ესე მოხერხებულად გადაჭრა ქართული ოცნების მთავრობამ ერთ-ერთი დიდი პროექტი, რომელიც იყო ინიცირებული ქართული ოცნების მიერ დაბლოკილი იყო ქალაქის მერის მიერ და მთავრობამ შეცვალა კანონმდებლობა, რომელმაც შეცვალა კატეგორია მშენებლობების, რომლებიც იყო შემოთავაზებული ამ დროს, რაც გახდა პრეროგატივა ცენტრალური მთავრობის მისი მზარდი მნიშვნელობიდან გამომდინარე, რომ ამ მაგალითით უბრალოდ მინდოდა გამომეხატა, რომ როდესაც ვსაუბრობთ მეგაპროექტებზე, სურვილი რომ თავი აარიდო კანონმდებლობას და ჰქონდეს გამონაკლისები კანონმდებლობის თვალსაზრისით, უკვე ძალიან დიდი ხანია არსებობს და მე მგონი ნაკლებად იმედიანად უნდა ვიყოთ განწყობილი, როდესაც ვსაუბრობთ არჩევნებზე, რომ იქნება რაღაცა ტიპის ლოკალური ორგანიზება და ჩემი აზრით მნიშვნელოვანია რომ ვისწავლოთ სხვა გამოცდილებებისგან, ამით სამწუხაროდ მივუახლოვდით დასასრულს თქვენი დისკუსიის და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს გამომსვლელებს, თეას, მაუროს, ნანოს და ივას. ძალიან დიდი მადლობა თქვენი ანალიზისთვის და თქვენი გულუხობისთვის, რომ გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება, განსაკუთრებით საქართველოსთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი გამოცდილებების მოსმენა და იმის მოსმენა, რომ შეიძლება გარკვეული წარმატება არსებობდეს ამ თვალსაზრისით. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გუნდს, რომელიც დგას ამის ორგანიზების მიღმა, ასევე ძალიან დიდი მადლობა თარგმანისთვის, სალომეს, არაფერს. ეს მოძრაობა ასევე არის ძალიან შედეგი ჩვენი აქტიური ჩართულობის, ჩვენი მოძრაობის არსებობა ძალიან ბევრი შრომის შედეგია და ძალიან დიდი მადლობა ასევე გუნდს, რომელიც არის ჩართული ამ პროცესებში. დიდი მადლობა ყველას, ვინც შემოგვიერთდა. Facebook-ზე და აქაც Zoom-ში დღეს ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ თუ ავტორიტარული რეჟიმები მუშაობენ ამ გლობალურ დონეზე და ასე ვთქვათ ასლს აკეთებენ ერთი მიდგომის სხვა ქვეყნებში, შესაბამისად გვაჩვენეს ძალიან კარგი მაგალითები მაურომ და თეამ, როგორც შეიძლება გაერთიანდნენ ასეთი საკითხების წინააღმდეგ და იზოლირებულად ვერ მიუდგებით ამ საკითხებს. Eagle Hills-ი არის ერთ-ერთი მაგალითი ამ ყველაფრის და ეს გახლავთ მხოლოდ ერთი თავი, ასე ვთქვათ, ამ ყველაფრის. ჩვენ ვერ ვიქნებით იზოლირებული ამ ბრძოლაში და ეს არის სტრატეგიული აუცილებლობა. შემდგომ მსგავს შეხვედრას ჩვენ ორ თვეში ჩავატარეთ და მანამდე მოგმართეთ. თუ გექნებათ რაიმე უკავშირი ან კრიტიკული კითხვები მომავალი საკითხებისთვის, ასე რომ ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სოლიდარობისთვის და ჩართულობისთვის.